მოგესალმებით მეგობრებო, დღეს განვიხილოთ კიდევ ერთი საინტერესო თამაშის ფრეიმის დაშლა დამთავრებას. ეს სახეობა ცნობილია როგორც ჰეიბოლი, ანუ ჩინური რვიანი. აქ მოქმედებს სტანდარტული რვიანის თითქმის ყველა წესი, თუმცა წესებს, ბორტის ფორმასა და ლუზებს შორის არის რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავება. თუ გსურთ მეტი გაიგოთ ამ განსხვავებების შესახებ, დამიტოვეთ კომენტარი და ასევე გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. ახლა კი როგორც ყოველთვის გადავხედოთ მაგიდას და მოვიფიქროთ თუ რა სქემის მიხედვით ვაპირებთ თამაშის გაგრძელებას. მოცემულ პოზიციაში გადავწყვიტე მეთამაშე ჭრელი ბურთები, რადგან ყველა ბურთი იყო მოქცეული მაგიდის ცენტრში და წინასწარ ვიცოდი რომ მომიწევდა თეთრი ბურთის მინიმალური მანძილით გამოძრავება. ყოველთვის ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მარტივი გზით თეთრი ბურთის მიერ მაქსიმალურად ნაკლები მანძილის გავლით მოვასუფთავოთ მაგიდა ჩვენი ბურთებისგან. როგორც ხედავთ, კვლავ ვამოწმებ მაგიდას, ხომ არ გამოჩნდა თამაშის რაიმე უკეთესი სქემა, მაგრამ გადავწყვიტე თამაშის გაგრძელება ჩემი თავდაპირველი გეგმის მიხედვით. ამ ფრეიმში თითქმის ყველა დარტყმა შესრულებულია თეთრი ბურთის დაგვარებით, ანუ ბუნებრივი ზედა ბრუნვით. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ზევით უმიზნებდი. ამ ყველაფრის შესახებ ვაპირებ ჩავიწერო ვიდეო და მოგიყვეთ ბრუნების გამოყენების შესახებ. ერთი ბორტით ამომყავს თეთრი ბურთი ყვითელ ცხრიანზე, ისეთი კუთხით, რომ შემდგომში გამიმარტივდეს ჩემს ბოლო ჭრელ ბურთზე პოზიციის შექმნა. აქ ისევ გადავამოწმე, ხომ არ გადიოდა სტაფილოსფერით 13 მარცხენა ზედა კუთხეში, თუმცა მას შემდეგ რაც დავრწმუნდი, რომ ის ცუდად გადიოდა, ან თვალი მატყუებდა და ის სრულად არ გადიოდა, გადავწყვიტე 13-ზე შუაში გადამეყონა თეთრი ბურთი. ახლა კი ბუნებრივი კუთხით კვლავ გადავაგორე თეთრი მაგიდის მეორე მხარეს შავ ბურთზე შედარებით კარგი პოზიციისთვის. გაითვალისწინეთ, რომ არ უნდა ვცდილობდეთ ყოველთვის იდეალური პოზიციის შენარჩუნებას. ხანდახან სჯობს ოდნავ უფრო რთულ ბურთზე გაყვანა, თუმცა ნაკლები ძალისხმევა. ბოლო დარტყმით კი მოვათავსე შავი ბურთი რვიანი მაგიდის შუა ლუზაში და ამით დავასრულე ფრეიმი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გიხილავთ სხვა ვიდეოებში.